მოვედით. ისეთი ნერვები მოშლილი ვარ, რომ არ ვიცი შეიძლება შემომაკვდეს ვიღაცა ხელზე რა. შენ ძმას უყიდე რვეულები და გზაზე რო გადმოვდიოდით, გაუვარდა ხელიდან ამ ბედოვლაც და ჯერ ავტობუსმა გადაუარა და მერე მოხუცმა ქალმა. ჯოხით დადიოდა. ანუ ვერ იყიდით. აუ ვიცი რა მაგარი რვეულები იყო. სპაიდერმენი ეხატა, ლამბორგინი და მოტოციკლეტი. მან ეს სერა საკეთებ. არაფერს. არა ვეღარ უყიდე, აღარ მქონდა მეტი ფული წაღებული და ხვალ უყიდი მერე არა უშავს. კი გავიქნიე 17 ლარი რა. რა სუნია სახლში კაცო? რა სუნია? მე ვერაფერს ვერ ვგრძნობ. დამწურის სუნია კაცო, კვამლის. ვაიმე გაზე ხო არ არის დარჩენილი რამე? ხო მიდი აბა შეამოწმე. ისე ომარიკო მეოთხე კლასში ხარ უკვე და პარკის ჭერა არის ციხელში. რაც სიცრცხვილოა. აუ დამანიბე თავი რა. ეს რა არის? აუ ბიჭო კი იპოვაბრალიდა. დე მოდი. ვინ დაწერა ეს აქ პულივიზატორით? არ დაგინახავთ არავის? მავრა, ხო არ იცი ვინ დაწერა ეს? რა არის აბა ინგა დაწერილი? ნია მიყვარხარ. დედა რამ ხელაზე დაუწერია? გოგო თან შეიღებე შენ? ხო. დედა გოგო შლაგბაუმი მეგონა შორიდან. არა დეგენერატები არ არის. არაფერს ღირსი არ არის ეს ხალხი რა. შენ კარგად იცი, მოყარილი მყავდა ღებავი ერთი კვირის წინ შევაღებინეთ ეტრად თელი სადარბაზო. ეს რო გავედი, საერთოდ არ იყო ახალი გაკეთებულია ეს. გოგო ნია ვინ არის ერთი გამახსენე. ნია გოგო, ნია მაიასი მეოთხეზე. აგემოდის. ნია. შვილო მოდი ერთი წუთი ინგადი და საქმე რა. ნია შვილო, აი ვინ დაწერა ეს არის? აი როგორ დედაშვილს ისე გელაპარაკები? ვინ დაწერა ეს? იმიტომ რომ მე ახლა სამძიმარზე ვიყავ იქიდან მოვდივარ, რო გავეცარ არ ყოფილა ესეთი რაღაც დაწერილი და რა იყო ახლა მეტი შეგნება არ ქონდა იმ ბიჭს. აუ გაზეთი არა ვარ, ინგადი და თქვენთავს ფიცა ვარ. მაგრამ რავი ახლა რამდენი ვიღაცას ვიავსები, ასე თუ წერეს რაღაცები, გაივსებ ალბათ ხო აქაურობა. ესე იგი იმდენია რომ არ იცი. ეჭვით არ გაქვს არავის. კაი. არა მე ასე ამას არ დავტოვებ, მავრა ჩამოვიტანე ახლა იმ საღებავს, დარჩა გოგო იმ დღეს ღებავს თეთრი საღებავი და გადავღებო ჩემი ხელით. აბა ეხა მაკლია ახლა ვიღაცა 18 წლის ღლაპმა მიჯღაბროს სადარბაზო პულივიზატორით. ჩამოვიტანე ახლა. ჩემ თვალწინ გადაღება ინგა მათი წუთის წინ გოგო ნახე რა დაწერეს. ინგა გოგო მავრა ვარ გიხვეწები ჩამოდი სადარბაზო და რა დაგიწერეს და იცოდე. ნია, აი შვილო რა ქენი. აუ ვინმეს თუ უყარ ვარ დამნაშავე მე ვარ, მე რა ვქნა? მავრა სადაწერეს გოგო გამოცვლას ვერ მოვასწარი. ვინც ეს გადაღება იმის დედაშ. გადავღებავ მე ისე ამას. მუსიკებს მოусმენ და მე დავალაგებ სახლს. არ გაიქცევა არსად. არა ხო შეიძლება რომ ეხლა გააკეთო. მოუხმო სუსტრაფობას და საქმე არ გადადო საღამომდე. ხო ვიზამ სუსტრაფობასაც მოუხმობ, გავაკეთებ. სწავლის ფული მაქვს შესატანი მალე. საგნები ესარჩევი და წივილ-კივილი მელოდება. მე მინდა რომ მეცვირჩევდე სკოლაში საგნებს. ბუნება და მათემატიკა რაც მინდა. მოუახლოვდა ის სკოლა და დაეწყო ფორიაკი. მალეკენი შეცვალე ცოტა მიდგომები და უკეთესი იქნება. ტიპირებზე წუწუნებს. ნეტა მე სკოლაში დავდიოდი, ხა და არა უნივერსიტეტში. და კაი იყო ხოლმე ბავშვობაში ტალახში რო თამაშობდით. შენებლობანას. ერთხელ ბავშვებს ეკლაბურგენზია მოვაშენებინე. ისე მალე გარბიან წლები. ნეტა მე სტუდენტი ვიყო ახლა. დავდიოდი უნივერსიტეტში კურსელები მყავდეს. 2001 წელი იყოს, ციოდეს, შუქი არ იყოს, 5 ვიტრი მეცვას ერთად. მე კიდე იმაზე ვფიქრობ ხოლმე შვილები რომ ეყოლება. ნეტა მე ჩვენად გაუბრაზდებდი ხოლმე შვილებს. როდის გიბრაზდები ბიჭო, თუ ხარ ნორმალური შენ? ხო ნუ ბევრი მოგწონს ახლა ჩვენი თავი და ის რაც გინდა მალეკენი სუსტრაფობას მოუხმე. თორე დაგწდება მე რომ გაიზრდები გული რაღაცეებზე. ხო, მიმაგალითად მოგზაურობის დაწყება მინდა, მაგრამ ვერა და ვერ მოვაბი თავი. ვერც თიკომ და ვერც თეკლამ. არა და კი წავიდოდი ესპანეთში. მოგზაური ენასტასია ჩემი თავის მეხუთე ვერსია. მაგას უნდა ფულის მოგროვება, უნდა მოაგროვოთ რაღაცა. შაურმებში რო ხარჯავთ სულ. აბა ჩემ დროს ესპანეთი კი არ და ჩემს თავი ვიყავდი ხოლმე ზესტაფონში, იმაზე ვირაოდი ჭკუიდან ისე მიხარობდა ხოლმე. კი ვეღარ ვითმენდი, სანამ ჩავიდოდით ხოლმე ესეთი სუსტრაფი ვიყავი. მე კიდე მინდა რომ ბავშვებმა შტაბი ავაშენოთ ჩვენ გარაჟთან და მე ღამე გავათენოთ ხოლმე იქ. შტაბს მოგწემ მე შენ. მომინდობ ახლა ქუჩაში ღამის გატყინება რა. ისე კარვით მე წავიდოდი სადმე და დავრჩებოდი. ხო. და იმდენი ვილაპარაკეთ, ძილზე ჩაეძინა ამას. ანასტასია გამოფხიზლდი. გაიღვიძე გოგო. ანასტასია, გაიღვიძე გოგო. აუ რა სიზმარი ვნახის.
ბავშვებო, შემოდით ეხლა მალე დიდხანს ვიყვირო. შეხედი როგორ მოიზლაზნება რა. დაწყედით სულ ყველა. დღეს განვლილ მასალას გავიხსენებთ. მას განვლილი თუ განავლილი? განვლილი. განავლილი თქვენკენ მოიკითხეთ. აბა ვინ გამახსენებს არსებითი სახელის ბრუნვებს, რო ვისწავლეთ 7 ბრუნვა. აბა იქნება მოვაბრუნო ეხლა ესეთი ორიანები ჟურნალში, რომ მთელი წელი ვეღარ გამოასწოროთ. მას მე ვიცი 7-ვე. პირამიდები, ბაბილონის დაკიდული ფაღები, ალექსანდრიის შუქურა. 7 ბრუნვა, გოგო, 7 საოცრება მეთქი ეკითხარით? ალექსანდრიის შუქურა. ჩამაშუქურეთ შენ თვიში გაიგებდე რა ხდება. მას მე მახსოვს. პირველი იყო სახელობითი, მერე მეტი აღარ მახსოვს მას. კაი, პირველი ბრუნვა სახელობითი, მეორე მოთხრობითი, ხო? გასწავლეთ, აბა გაიხსენეთ შარშან მოთხრობითი, ანუ ამით ერთი ადამიანი მეორის რაღაცას უთხრავს, ხო? მას უთხრავს, სწორია? დიახ, სწორია. უთხრავს ის მას. მას მე მგონი არასწორი, არასოდეს გამიგია ეგეთი სიტყვა. სწორია, შვილო, სწორი. უთხრავს ის მას, მოგითხარი მე შენის. ომარიკო, ჩასვება მიდი ახლა ეს სიტყვა წინადადებაში. თხა ძროხას ამბავს უთხრავს. ფანტაზია ვერ დაგიხვეწავ ერთ წილს, ხო? მითხარი ახლა მანდიდან ზნა რომელია? ზმნა? ძროხა? თხარა ბიჭო. კარგით ნათია მასწავლებელო მოვალ დღესვე. კი ბატონო. რა მოხდანე და ომარიკოს დამრიგებელმა დამიტეკა. გამოცხადეთ სასწრაფო სკოლაში, თქვენ მაშინ გაკვეთილზე კიკინი დაიწყო. ვერაფერი ვერ გავიგე რა მოხდა. გამარჯობა, ნაგვის ურნებთან დაკავშირებით ვარ მოსული, განცხადება დაწერო ასე მირჩიეს. გისმენთ ბატონო სერგო? ერთით დამოდოთ ხალ ბატონო. დიახ. კი ბატონო, ვიტყვი ჩვენ გოგოებსაც კი. კარგით. ვერ მოგაქციეთ ყურადღება ბოდიში გისმენთ. მოკლედ კორპუსთან მჭირდება 2 ნაგვის ურნის დამატება. თორე ვეღარ ვატებთ უკვე კაცო ნაგავს შიგნით და მე კორპუსის თავმჯდომარე ვარ და განცხადებაც მოვიტანე აგერ. რიგის ნომერი აღებული გააქვთ? არა, აიღეთ აუცილებლად გეხვეწებით და ისე დაბრუნდით რა ვერ გავატარებ. კარგით. თეო. გოგო, იმანდარეკა სერგომ ჩვენმა უფროსმა 29-ში რაღაც აქციაო და იქ უნდა იყოთ ყველანი ერთი კაცი არ აკლდეითო. გოგო, რუსთაველზე აქცია რა ნაძალადებთან წასვლა გეზარება? ნაძალადევად წასვლა. ხო, მეც ეგრე ვარ. მობრძანდით. მოვედი კიდე. მოკლედ გავივსეთ ნაგვით და უნდა გვიშველოთ რაღაცა რა. ჩვენ მერია ვართ, ხალბატონო, მაგ ნაგავს ოქტომბერში ეშველება არჩევნებზე. თუ თქვენ ნაგვის ურნებზე ხართ, ხო? მაპატია ცოტა სხვა ნაგავზე წავედი. კარგი იყო. მოკლედ ეს განცხადება და იქნებ 2 ნაგვის ურნა გამოგვიყოთ, რა თორე რაც არის უკვე იმაში კატები ცხოვრობენ ოჯახებით. გავატაროთ აბა ეს განცხადება. მანდ ორგან მომიწერეთ ხელი და 5 წუთი დამელოდეთ ზუსტად. მოვედი. აქაც ხელი მოვაწერო? 1 წუთით. და აღარ წერს ეს კალ. 1 და მეორე ხელმოწერაც. თქვენი განცხადებაც მიღებულია ქალბატონო, 2 კვირაში იქნება პასუხი და ტელეფონით დაგიკავშირდებიან. 2 კვირაში კი იმშობიარებს ის ორსული კატა. გამრავლდები. მოდი 3 ურნა იყოს რა. 2-ის მაგივრ, ხო? ფული რამდენი გვაქვს ბავშვებო, ორეები მოგვივა. 13 ლარი და კიდევ 70 თეთრი. მეც მაგ 2 ლარიანი და ფასდაკლებაა, წვენი მოგვივა. ნახეთ მე კიდე რა მაგ, დედა ჩემის 2 ნაბიჯის ბარათია, რომ აგზავნის ხოლმე აქ, ვატარებ ხოლმე და ქულები უგროვდება. გუშინ ამბობდა რომ კაი 800 ქულა მომიგროვდა ამას სოფაშიო. რა ცუდია, ცოტნე რო არ გამოუშვა დედამისმა. არასდროს არ სადარუშებს ეგრე როგორ შეიძლება. ცოტნე მე მითხრა რომ დაიწყებთ кейპს, ვიდეოთი დამირეკეთ, ვითომ თქვენთან ერთად ვარო. შემეცოდა. ცოტნეს არ ვავიდეთ საკეიფოთ, მაგრამ დედამისი გამოვყრის. ანჩხლეული კალია. ანჩხლეული კი არა, ანჩხლი. წამოდით იქით არის ასუსნაოები. ამას რო აწერია ეს 100 ქულა რას ნიშნავს? ანუ ამ ბარათიდან გადაცული 100 ქულას და მაგას იყიდი ნახევარფასში შოკოლადს, აიღე 2 ცალი. და ის წვენიც გადავცვალოთ ქულებში. ზეთის ხილიც რო ვიყიდოთ, მე თან მიყვარს.
ვიყიდოთ, მაგრამ მე არ მიყვარს ზეთის ხილი. დედაჩემს და ჩემ და სუყვართ 3 კილოს ჭამენ ხოლმე ერთ დღეში. წამო მოლარეს უთხარი ქულების გადაცვლაო თუ რაღაცა. გამარჯობა, ქულების გადაცვლა გვინდა ამ ბარათიდან ჩამოჭერით. აი ესენი. გეუბნები გოგო, კარაქია ქულებზე დაიცა გინახო ეხლა. მოიცადე. დაიმე. დედა 800 ქულა მქონდა აქ და 12 რატოა დარჩენილი? ომარიკო, შეხედე შენ კორპუსთან სასტრაფო მივიდა. ისე ვალერიძია გახდებოდა ცუდად. ხო. შენ წაკრადი და შენ მაგა მოგიგდა ხო ნაბიჯი. აუ, კალი სერიოზულად შეშლილია. ყოველთვის ეშინია რომ კლუბის წევრი ვერ გავხდეო და ყოველ დღე რაღაცებს ყიდოთ გუშინ 4 ბოთლი ზეთი ამოიტანა. აუ, კლუბზე გამახსენდა გუშინ ძალიან მაგრა დავდით ბაჭას დაბადების დღეზე. რა ცუდია რომ ვერ წამოხვედი, მაგრამ დაიკიდა რომ ზეგახსენები ხარ საერთოდ. ყველა ძალიან მაგრა ერთობოდა. სანკა იმოსესმენია ეგ. კაი და ვინ არის გოგო შენ კიდე შემგარდა? აუ, რავი, მე მგონი რომ ყველა იყო. გიუშა იყო გოგო ხინთიბაძე. იქ ხო 3 კვირაა კომაშია ჩავარდნილი. მოიცა, კომაში თუ არა დააბადებდნენ დაბადების დღეზე. აუ, მაგაზე მე ძალიან ბევრი ვიფიქრე გუშინ. რა სიძებში? ქულიც და ვერ უპოულობ. საერთოდ არ ჭირდება ხა ინგას ქული, მაგრამ ქულები ყონა დააგროვოს. მისმინე. მოქროშვილი იყო გუშინ. იყო, კიდე ნეტა გენახარ როგორ ეკიდებოდა მთელი საყამო ვახოს ხისერზე. საშინელის დანახავი იყო. თუ იქ მე ვიყავი. აუ, შენ ძალიან მაგრა ხარ რა. ხო ინგა. აუ, მარგარინი რაღაც კიდე. გამარჯობა, ისინი გამიტარეთ და ერთი პარკით თუ შეიძლება. აუ, ხაცა მიდეკავშირდი ცოტი. 27 ლარი და 40 თეთრი, ვაი მეცა წავიდა ეს გოგონა. არა უშო, ჩემი ორნებისთვის ბარათი გაუტარით, აი. კი ბატონო. ინგა უნდა დაეწეროს. ინგა. ძალიან მაგარი ქულები გაგიჩიტი.